Აიწყო მეორე ტაიმი. რატომღაც არ ვიცი, უცნაური გადაწყვეტილება მიიღო მსაჯმა და კარიდან არ დააწყებინა ბიჭებს, აი როგორც ხედავთ. და გავაშა გამოჩნდა მეორე ტაიმში, ხელი. გაგვაგზელებინა შეტევა. ანუ ცვლილებებია. თოკო მაიწია ცხიანზე ლევანი გავიდა, რაც იდეალური, ვაიმე. რა კაი გადაწყვეტილება იყო, გავაშა რას მოიფიქრებს აქ. ოპა, დაარტყი გიგა. ეს გელაშა სტოჩკა. არა და რა ახლო კადრიდან ვიღებდი გელაშ რა. რა კადრი გამიფუჭე. როგორ ჩავარდა ეს? პირველი ბურთი. კაია, გიგა ეძახდა. აქეთ ახლა უკვე სხვა, ანუ დიმას ვეღარ დავინახავს ისე ხშირად და სანდროს დავინახავთ უფრო ხშირად და ლუკას. ანუ გასაგები რაღაცები შეიცვალა. კარგი ხარ გავაშ, კარგი ხარ. იბრძვის იქ პოზიციისთვის. გავაშ აქტიურად შემოვიდა, ანუ 10-იანია და წინ თავდასხმელის პოზიცია. ალბათ უნდა უკარნახონ ბიჭებმა, ეხლა იმიტომ თავდასხმელის პოზიციაზეა წინასული გავაშა. არა! აი ზურა რო ყოფილიყო ამას, მაგრამ მიიღებდა. საღოლ გიგა. დაამშვიდა. დიმას ყავთ და დიმას გაუშალა თემო. რა პასი! მარტო ამ პასის გამოღირდა ის თამაში და თითქოს გიგასაც შეეცო, მაგრამ უცებ ვერ განსაჯა სიტუაცია. მაგრამ რა ბრძოლა შემოგთავაზა და გელაშამაც შემოგთავაზა! შემოგთავაზებს! გთავაზობს! ვაიმე! ზურა მო შემოგთავაზა, მაგრამ აქ აპას არ გააკეთებს ეს შანსია რა. რაღაც გორიგრაფ ვახ ხელით გაისწორა თითქოს და დიმამ რა პატკატი ნაკრებში რომელია ვაიმე ვაუ ჯორჯ ვაუ რა მართლა რა მაგარის გა მაგრამ ის როგორ გადა აქ თოკვა ზურა ბიჭო კაი რა იმენა ნახევარის ხაზზე იყო ერთი გაგორება უნდა რა არა თოკოს პასებში მინუსი უნდა ჩაუწეროთ მაგრამ რა ეს გრძელი პასი მიახმარეს ზურას და არ ტყმა საფათოდ და აუტი კლასიკური ვიღაცა მირეკავს ვაიმე აქ თემომ სწორად უბიზგა თუ დაამუღამეთ თემოს ეს ბიჭი თუ დაამუღამეთ თემოს გადაიღეგო ცოტა ხანი მოდედა ცოტა თამაშზე ვარ დედა მოვიცი მარია მე რო არ მოვიდა ვიცი არ ვიცი რა გვიან ანუ ადრე არ მოვა ანუ რას გიცვით ეგ მითხარი უცებ მალე არა ასე რა წამოდი აი ეს შეტევა დაამთავრე როცა დაუნდა გელაშა აზღოს მაგრამ აი რაღაც ფანერად აი ჩვენი კაცკენ ასელი მაინც კუთურია ანუ გელაშა უკან მიყვებოდა კაცს ცდილობს უნდა აუხსნას წვრთნელმა იმის მაგივრად რომ ანუ კაცის უკანა სივრცე დაეზღვა მიხვდი ხო ასე ვამბობ ანუ აქეთ ედგა რა კაცი გადაწყვიტესო რახან ბურთის გორაობა არ გამოზდის გადაწყვიტესო ესე იმეებით ითამაშონ კარგია რო ცუდად შეეხო აქ ბურთს მაგრამ უკვე მეტი გოლი გვაგა სატანი რა
აუცილებლად უნდა გავიდეთ ორბურთიანი უპირატესობით წინ. თემო უკანიდან ახლა ძლიერად შეიყვანს ბურთს თამაში. ნახოთ ვის დაუმიზნებს. დაუმიზნა მარტო მყოფ დიმას, რომელმაც ბურთი გააქვავა. გავაშამ შეირბინა და ბრავო რა პასი! გავაშ დაასრულებ! არ გაუხედია. აქ წვიმამაც შეუშალა ხელი რომ წვიმას შეიძლება ხმა არ ისმოდა. და ვერც დაინახა. დაჟე წინ სიარულით შეეძლო, ანუ რო არ დაერტყა შორიდან. კახა რატო არ მიეცი და რატო მოიგონე კახა? აქ ჯორჯი არის, გაატარებს ბურთს. ეგ რა კარგად იცი. ეგ მაგრაიც. ახლა მიუთათუნა. ანუ გელაშასმა მე არ გამიგია რომ გავაშას ეძახდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეძახდა. აქ საკითხავია გავაშამ გაიგო თუ არა. და ოპა კუთხური მოვიგონეთ ჩვენ კართან, როდესაც ვიცით რომ გრძელი პასი იდეალურად გადის. ბურთი არ უნდა იწიოს, როდესაც უკანა ხაზში თამაშდება მიწიდან. ნახოთ ახლა რა მოხდება. გადმოვარდნილზე თოკო როგორ შეაწუხებს. გელაშა პირველი კაცი გაქცევაზე. იქი ბრძვის. ოპა, რა მამაკაცურად დაარტყა, თუმცა ისო პასი მისცა იმათ, აი, რა ხდება ეს? საწაურტყა. დაარტყი, ნასტოკი, დაარტყი რა. გაიქეც. ნუ. მარტოა, უნდა უკარნახოს. სიო, აუ რა კაი მიღება იყო და ზურა უნდა დაინახო იქით. რა ხდება, ჩემი კაი რა. აქ გავაშაზე ვერ შეაძინა. და ანუ ისევ ის გააკეთა, რასაც ყოველთვის აკეთებდა. არაფერი სიახლე, არაფერი იქ ნახევარდაცვები ეხმარებოდნენ. კარგი, ახლა ცოტა გავღიზიანი და გავაგზავნოთ სტანდარტულად სიტუაციაზე კომენტირება. გავაშა ჩავიდა ცენტრში, იმიტომ რომ მიხვდა რომ ძლიერად ურტყავდნენ და დაიკავა უკანა პოზიცია. ეს მისი მხრიდან სხვათა შორის საკმაოდ ჭკვიანური გაწყვეტილება იყო და თემო წინავიდა შეტევაში და აქ ბიჭები 2-1-ზე დარჩნენ. ნუ კაი კარის მხრიდან უნდა დაუდგე რომ იქით არ წავიდეს და გადაუგდო. ცოტა ცუდად გადავიღე ბოგეში. ახლა ტელეფონში ვუყურებ და იქიდან გავგზავნებ გადაღებას. არ უნდა გაუშვას და არც გაუშვა. ლუკა მიმენა არაფერი არ დაუშვა. ფოკუსი ამერია, გოცო, შენ გაიწიე, შენ გაფოკუსებ. შენი სახე დააფოკუსა. პირველი. აი უბრალოდ რა კარგად გააყოლა. გიგა მარტოა. ნახოთ აი როგორ მოიქცევა. თოკო. აქ ვიღაცამ უნდა გადააზღვიოს და თემო არის. და გელაშა, ხარი. ვერ მოვითმნე რომ აქ არ დამეძახა, რომ ხრით დაჯახებოდა და პოზიცია მოეგო და. რას თქო, სადა? სულილება ლუკა ანიშნებს რომ წინ შევიდნენ ჩვენი ფეხბურთელები. ცუდი მიღება და პირველ ბურთზე ვინა თემო უნდა იყოს. აქ დავესივეთ ჭილყვავებივით. ბიჭები, აი ჩვენი გუნდელები გაჩერდნენ. აი ძალიან არ მომეწონა ეს რომ ვიღაცები გაჩერდნენ. უთელს გადავოჩა. საბურთო ეპიზოდი იყო და
აუტი იყო თუ კუთხური ეს? კუთხური როგორც. კუთხური კი არა და. კუთხური კი არა და ანუ ხო, კარიდან დარტყმა. როცა ხო არ გაციებს. ისევ დაარტყმევინეთ ისევ რატო ურტყავს გოგსაძე? ანუ აქამდე ხო გავაკეთეთ იგივე, ეხლა რატო არ ვაკეთებთ იგივეს? აი რატო შეიცვალა ეს? აი ეს მაინტერესებს. გავაშა ზუსტი პასი გაუკეთა. გავაშამ ჯარიმა მოიპოვა. გოგსაძე ცოტა არა დამაჯერებელი ქმედება მოწინააღმდეგეებს, ეხლა შეიძლება მიხვნე რომ შორიდან აზრი აქვს. ინდივიდუალურად და მონდომებით ნახევარწოდები კახადაგიგაი ცენტრი ძალიან ბევრ ორთაბრძოლას იგებენ თემოც წინააღმდეგ და უბრალოდ კომბინირებული თამაში და ის გვაკლია გუნდურობა რა. ზურა მიიღო. აი ეს უკვე რანაირი ოფსაიდი იყო ბიჭო. ეს რანაირი ოფსაიდი იყო. არა, მაგრამ ვაფშე უკან იყო. აბსურდი ოფსაიდი დაიდო. არ უშოთ გელაშამ, ნუ მე რამდენი დრო. ვინ არის? სამი კაცი ერთდროულად მივიდა. შვიდად, კარგია. შვიდად, მაგრამ არ უნდა ჩამოგედინოს. თოკო აჩვენებს, რომ პასი უნდა და კაი ხარ გიგა, კაი ხარ. ცოტა დატრიალებული რო ყოფილიყო და ხო? ხო, არა, იმას ვამბობ, რომ იდეა კაი იყო, უბრალოდ ბურთი რო დატრიალებული ყოფილიყო უფრო და ის რა, ანუ მოეხვია, შეიძლება მიესწრო. ნახე, ცენტრში როგორ იბრძვიან, დააბრუნა და უნდა გასცეს აქ მარტივად. რატო არ შემოტრიალდება და კაი? всё, კაია. აი ეს კაია. დავატრიალეთ. გავაშამაც გასცა. გიგა მაკეთაც უნდა გამოიხედოს. თუმცა რა პასი დაასვა? სურას პენალს არ შეიძლება. ხო, არ ვიცი. ანუ თეორიულად შეიძლებოდა რაღაცების გამოდინობა. დაიწყეს მოწინააღმდეგეებმა გადაგდებულ ბურთებზე თამაში და აი ეს არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად მაშინებს, ანუ მთლიან ნახევარდაცვას გვიჭრიან და იქ თემოს და ჯორჯის იმედად ვრჩებით და იმედია რომ ბიჭები დღეს მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან, თემო გოლიც გაიტანა. შეაწუხა იქვე გავაშამ, ბრავო. იმსახურებს გავაშა აქ შექებას, სად იმუშავა. კაი ხარ გავაშ! გავამხრევოთ. ცოტა მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობით რომ მოვეკიდოთ ჩვენს შეტევებს და კონცერტებს. ალბათ კომენცაც გავიტანთ. კარგი, აი, გემრიელი გამოტანა იყო, როგორც იქნა, თოკო სამმაგი ლუცი, ორმაგი წახტომი და გელაშამ ზუსტად წინა თამაშზე რა სიტუაციაც ქონა, ის სიტუაცია გარდასახა ახლა, მაგრამ ზურა მოერწა იყო. აქ ვინ მინდის? ბრავო, თემომ მოიგერია ბურთი და ბურთი ჩვენი კარისკენ არ წავიდა. მაგრამ აქ ვინ არის? აი ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ყურადღება გასამახვილებელი სიტუაცია. ბურთი გადავაგდეთ და შემდეგი აუტი ჩაგვიწოდეს, არ ვიყავით ვსად, ანუ ერთი აუტიდან გავიდა ტიპი დასარტყმელზე. აუტიდან დასარტყმელზე არ უნდა გადიოდნენ. აქ ისევ თემო დაარტყავს ამჯერად ბურთს. გავიშვა უკანა და წეული რომ იცის რომ ბურთი მაღლა არ ადის და უკან ელოდება. ნახოთ? აქ თოკო იბრძოლებს. აბა გელაშ, ჩაუდ, მხარი რა. აი ხარ. ანუ გერაშა მხრით არ დაეჯახა, უბრალოდ თავის მხარე ჩაუყენა, თუმცა ეს მაინც მისასალმებელია. ლუკა სახში წავიდა. ბურთს გაეკიდა. ლუკა მოდი ხო, მოგცემთ პასებს, რა იყო? ჩემი ბურთია. ბურთი სახში არ წავა. მოვიდა ბურთის პატრონი. შერბენი, რამე მოძრაობა. კარგად დაუტოვდა ის გელაშას ტოჩკა.
ვაიმე მეკარე. აი ორ შეხებაში, ზედმეტი ფიქრის გარეშე, დინამიკაში. ძალიან კარგი იყო. იქ ჩვენი გუნდელები ვიღაცები ხურდებიან. გავაშა კარგად მუშაობს, კაი ხარ გავაშ, კაი ხარ. ჯორჯის ლუკმა გახდა ეს ბურთი. მეკარე, რატო აღარ მოდიხარ ასაღებად? ანუ არ ვიცი ეს როგორ უნდა დაუძახო შენ გუნდელს რომ მოვიდეს ბურთის ასაღებად. ანუ აქედან აი გავაშა რა კარგია, რა კარგია! აწითავი თოკო წავიდა. ვაიმე. პენალი! აბა რა. ზურასაც და ხო, ანუ დარწმუნებული ვარ, რომ აქ ზოგი ჩვენი გუნდელი იტყოდა რომ მაინც ვერ მივასწარი მეკარესო და დაატორმუზებდა. კი, არსებობა. აი აღიარება. კი, თოკომ გაწირა თავისი სხეული. თორნიკე თავდადებულის ქუჩას ხსნი. მეკარეც გამოდი. თუმცა პირველი თორნიკე იყო და თორნიკე აუცილებლად დაარტყავს ამ პენალს და თორნიკე მითხრა დაჟეო 10 პენალს დავარტყავ და 10-დან 3-ჯერ თუ გამომიცნო დაჟე მეკარემ კუთხე აღებაზე არ მაქვს საუბარიო. ნინი პენალტი კარგად გადაიღე. ისაო თუ გამიტანაო თუ გამომიცნო კუთხე ეგაც არ ჩამითვალო დაჟე აი კუთხესაც ვერ გამომიცნო 10-დან 3-ჯერო შეიძლება ნახება მაგაზე ვლაპარაკობდით ეხა კაკრას არა თორნიკეს მითხრა ვარჯიშს და რაღაცა და ნახოთ აი ზურას დაუთმო აქ საერთოდ გუნდურ ჟესტთან გვაქვს საქმე როგორ მოიქცა თორნიკე კი ზურას აი გუნდელი რომელსაც თამაში სეზონი ცუდად კი სეზონი ცუდად დაიწყო ზურამ და აქ თორნიკემ რა ჟესტი გამოავლინა რომ ზურას მისცე ესეთი შანსი ნამდვილად აი გუნდული გარდახარ კი ნახეთ აი ხედავთ აქ როგორი ჰოლსამ მომენტია ანუ ეს იქნება ზურას კათარზისი აქედან ზურა დაიწყებს და ზურა რო რას გონსაკრიფავს მოგეხსენებათ ნამდვილად მისასალმებელი გადაწყვეტილებაა კარგად გადავიღოთ ზურას პენალტი ნახოთ იდეალურად ოპა აი აქ რაღაცა შეიცვალა აქ რაღაცა დიდი ეპოქა იწყება კი ბატონო ესე დაგეწყოთ თავიდან პასპორტი არ არის ახედან სეზონში დაი კარგია 2-0 კარგი 2-0 გვიჭირავს თორნიკე what a guy man what a guy რა გააკეთა ისევ ლუკა უფრო ხმამაღლა უთხარი გენაცვალე აი ეს მომწონს აბა რა გიგა ეგრევე ისევ კახაც ისევ ისეა და ზურა ვაფშე ისევ ისეა ნახეთ ბურთი თამაშია არა ისე გოქსაძეა ისე აუტი მიიღო არა ვატანინეთ დაუძახა თემომ და აქ თემო უნდა იყოს პირველი კაია თემომ ოპა კაი ხარ გიგა ანუ ინიესტა ჩაურბინე საღოლა რა კაი კომუნიკაცია იყო ბიჭო დასარტყმელია ნუ თუ დასარტყმელი აუწია ანუ უბრალოდ აუწია ბურთი და შეეუნელა ტემპი ვაიმე რა გააკეთა
ანუ ეს იყო დიმას highlight. ეს დიმა ვერ გადამირჩები ამას უეჭველია მოგიჭრე. და გიგას შეხედეთ. ჩემი კაი 2 წუთის წამის წინ აიქ რაღაცებს აკეთებდა და სად იყო მარჯვენა მცველზე. აი აქ იგებს თავდადება ძმაო მეტი არაფერი. ეხა დიმა ყვითელს თუ მიიღებს უკვე იქ ზურას არ მისცა დიმამ პასი ხო რაღაცა ძალიან ნელ-ნელი ბაბუას ნაბიჯებით მიიწევდა წინ. მაიცა დავაშორო. გუნდი როგორ მიდიოდა ჩვენამდე. ნახოთ მოგებები ქონდათ და მაგრამ უფრო წაგებები ხო. მაგრამ რაღაც მოგებაც ქონდათ გონი აქ. აი ეს უკვე ზურას მომენტია. მგონი ზურა დაიქოქება? პასი უნდა გააკეთოს. პასი. ანუ ეს ამას პენალი კი არა, ვაფშე არაფერი აღარ დაარტყმევინოთ. აი ვაფშე შეცვალე. კარგი რა, აი ადამიანობა ძმაო, გუნდს დაუყოს. გავაშამ გაუშვა. ვაიმე! კარგია, გავაშა ძალიან კარგად შემოვიდა. კახა, პირიქით, ჩვენი კარისკენ დადექიტო. თორნიკე საიდან ამოვიდა? სამწუხაროდ იქით შეტრიალდა, მაგრამ ვაიმე რა პასი გააყოლა? ეხა შეცვლის ალბათ. ხო არ გადარეულ ხარ? მარადონა! ეს ბალოტელი იყო. ბალოტელი იყო კი, ანუ. წაქცეული თოკოს რქებიც ხნავსო. მარტივად. ალბათ. რა ჯარიმა? აუ, თავში მოხდა მაინც. აიჭრნენ. გუნდი აიჭრა და ხიპეში გადავიდა, როგორც ხდება ხოლმე რა, ჩვენ რო ვიცით. თოკომ რა კაი კომბინაცია გაითამაშა არა და გავაშასთან. ცოტა ხანი მანქანა კომენტირებას გააგრძელებს Toyota რა ისა? Toyota Aqua კომენტირებით. ნინი გინდა პიჯა კი? რა არა გამორთქოს ერთი. გაიყინა ბავშვი. ეს ჯენტლმენობა. გამოვაჩინოთ. არ მინდა კი არა. Gentleman ინგლისური ხო იცი? Gentleman. Gentleman რა. გამოვიდა. ო, ბრაბიჭები. მაგარი. ტაშტა და მე დაუკრავ. აი, გაამხენ რა ცვლილება. კარგად ჩამოვიდა. არ ვიცი, მაგრამ ახალ გუნდელები რო გამოდიან, არ უნდა აუ ტელეფონი მიჭირავს ხო საღოლდა აი რაც გვაკლდა მთელი თამაში გუნდ ბურთი მოიგერია და ბურთი ჩვენი კარისკენ წავიდა ეს უკვე ჩვეული ფასკუნჯია რასაც მიჩვეულები ვართ საფირმო ფასკუნჯის მოგერიება როდესაც გოქსაძე რადამ ოპა დიდა აი ბექა როგორ ჩაერთვება თამაში გელაშა გამოფხიზდა კაი გიგაყავს ოუ გელაშ ეს რა მოძრაობებია გელაშ დაიწევი აბა რა საიდან შემოუარა აი აეროპორტის გზიდან რატო წავიდა გელაშა მაგას ვერ ხვდები რა ხო ეგ ძალიან კაი ანუ გაგცევით ბაზარი არა ანუ ბურთს მისდევს მაგრამ გავაშა აქ ნახოთ პასი გამოვიდა აი მაგაზე ვამბობდი, აი ეგ თოკომ როგორც დაარტყა. ეგ არის ერთ შეხედვით მარტივი ჩანს, მაგრამ ძალიან ძნელია და კარტოზას ვთხოვდი რომ ეგრე ვივარჯიშოთ, მაგ ვარჯიშზე თქო და ნახოთ აბა თუ დაემატება. ან თამაშზე რო გიგორებენ, შოთას საყურადღებოდ. აი შოთას საყურადღებოდ მინდა ვთქვა, შოთა იყო ეს კარტოზა კი არა. რო გავარჯიშო და ეს ვარჯიში დავამატოთ თქო.
ნახეთ რა, ნახევარ დავცვა იმენა. ვინ გავიდა ეგ მითხარით? კახა გავიდა, ლადო გამოვიდა. რომელიც ვარჯიშზე არ ყოფილა საერთოდ და ეხლა რა კარგად მოუხდა დასვენება. გელაშა. არ არის. აიმე, თავზე გადაგდე. თორნიკე უკვე თოკო უკვე ზედმეტი მოგდის. არა, ვიდეოზეც გამოჩნდა რომ არ იყო ძმაო. ეს გავართოთ იმათი მოწინააღმდეგე. ცუდად შეეხო, თუმცა ბოლომდე კაი ხარ, გავაშ, ბრავო, სწორია. და მეტრა ნახევარი, კაი ხარ, ნახე რა კარგად იქცევა გავაშა რა ხდება. ძალიან კაი პერფორმანსია. აუ რა კარგია გიგა, შეუცვლელი ფიგურა არის. უბრალოდ ნახევარ დაცვის. აუტზე თუ იქნებიან ჩვენები ყურადღების, იმიტომ რომ წინა აუტოზე დასარტყმელზე გავიდა ტიპი და. ნუგო გამოჩნდა. ნუგო და ვილი გამოჩნდნენ. ალბათ თორნიკეს გაიყვანს ახლა და ვერც შევეწინააღმდეგები. მაგრამ გიგას გაყვანა, ვილი გამოჩნდა. თორნიკე გასაყვანი იყო, იმ კუთხით და დისციპლინარული იქიდან, რომ ძალიან ბევრი მომენტს, უბრალოდ რო ვთქვათ, ზერელედ მოეპყა, რომ კარგად იბრძოლა, საქმე გააკეთა, მაგრამ თითქოს შეიცვალა დამოკიდებულება ბურთის მიდგომისადმი, თამაშის მიდგომისადმი. ლადომ ერთი კაი ჩაჭრა და კონტრშეტევო წამოიწყო. აუტია, სადაც არ უნდა გავათამაშებინოთ და 11 ნომერთან ვინ არის? ხარბედიაც გამოჩნდა, ხო? კი, ხარბედიაც გამოჩნდა და ახლა მოედანზე 2:30 ნომერი გყავს მგონი. 3:30 ნომერი გყავს მოედანზე? არა, ლადო 34-ია. ხარბედი არ არის? ვისში შემეშალა? ხარბედი არ არის. ეს ვინ არის? არა, ეს დევნოზა, ხო ვიღაცა შეამერია. ტელეფონში უყურებდი და აქ სხვანაირად ჩანს მგონი. ან რა ვთქვათ თამაკ. წინ. ანუ პირდაპირ აუტი ჩავწოდა იმათ. ლადომ ჩვენი გუნდებს წაართვა ბურთი. გელაშა ეძახი, ანუ ნახე. გელაშა თითით ანიშნებდა დაუძახე, სანდრო, დაუძახე. დაძახება, ფაქტია, რომ გავაშა მოვერ დაინახა სანდრო, თორე აქეთ მარტივად იხსნებოდა. თითით ანიშნებდა, მაგრამ ხმარო ამოიღო, ყურად ხმარო ამოიღო. შეირბინა გავაშამ და ბექამ ჩაუწოდა. მიაწუდინა და წავიდა ვილი. ბრავო, აბა რა! მარჯვენა ფეხით გაიტანს. სანდრო მარჯვენა ფეხით მეთქი! მანქანაში უთხარი, რომ მარჯვენა ფეხით დამესიზმრა, რომ მარჯვენა ფეხით გოლს გაიტან მეთქი და აქ მაინც მარცხენაზე გადმოიტანა. არა და ნიშანი იყო, რომ იმენა მარჯვენათი უნდა დაერტყა. ანუ მეტი ნიშანი რაღა გამოგიგზავნოს სამყარო. არ გადავა. კაი ხარ. მოძრაობა. ოპა! ჩააყენებს ვილი აქ კორპუსს. ვაფშე არაფერი, თამაშობ. ეს ერთ მოტყუებაზე წავა. ვაიმე, ლამის გოლი გაიტანა. დაუკარში. კაი იყო. კი, მაგრამ ნუ რაღა ხო თვითონ იბრძოლა და რაღაც. ეს ტრაცებს ტაჭ დაუკათ რა. ფულს გადაგიხდით, ბიჭო, თითო ტაჭზე 50-ს გადაგიხდით. ამ ხელაც ივცემ მთელი ტაიმ ნახევარი არ ყოფილა. ბექამ რა მაგარი რაღაც გააკეთა და სიო პლაცდარმი გაქვს გელაშ პლაცდარმი გაქვს უდიდესი
მოძრაობას არა. აბარა, შენს ჯობნი. დაიღალა. არ გასულა. ვიდეოზე გვაქვს ძმაო. დაცვაში ვმუშაობთ, ნუ მოვდუნდით. ოპა. გონი გააგდო. საჭთან უხეშობის გამო გააგდო ფეხბურთელი. დავაი, ბექა არ მოეშოდეს. აქ ჩვენი გუნდი ერთმანეთში კამათობს, თავარია. პოზიციებზე. დიმას რეიტინგები გაუწევი. ნახოთ სანდრო რა როგორ მოიქცევა. არ რა ვიცი თუ ჩვენია ბურთი? ჯარიმა დადეს. ამიტომ ნახოთ გელაშა როგორ. არა, სხვა რა მანამდე ცუდად დაეჯახე გელაშას გონდა იმაზე დადო ჯარიმა და მაგიტო დაუწყო ლაპარაკი მსარს, ეხლა გამახსენდა. რაც რბილი გამრბენი კი არა, გამოსვლა, ანუ სიარულით წამოვიდა. მარტო ფეხით ჩავწოდა. აქ ვინ ეხმარება ბექას? ბექა გადააზღვიე ხა ის. რატო ჩერდები ხო? ნუ ჩერდები, გთხოვ რა. ბექასაც სვიჩოფები აქვს ხოლმე. მაინც დამაყვია, კაი, всё. დავჩერდი. გუნდმა უნდა დავძახოს, ანუ მე არ უნდა უყვიროდე ბექას ნუ ჩერდებით ხო, იქვე გუნდელმა უნდა დავძახოს. ითამაშე, ნუ ჩერდებიო. ხო, მაგას სახი მოედნიდან უნდა დავძახონ რა. მომეცი, რა ნიშნავს მომეცი? რა შევი? 4 წაგება? ანუ ყველაზე სუსტ გუნდს ვეთამაშებით ახლა. ამიტომ აქ იყო. ნამდვილად იყო. ნუ აქეთაც რო იხედებოდეს და გელაშას რო ხედავდეს, შეიძლება ოფსაიდი არ ყოფილიყო, მაგრამ აქეთ არ იხედება, რაც ძალიან ცუდია. ნახა ბიჭები რაც ჩარჩას თავდასხმაში 3 კაცი არავინ აღარ აწუხებს და ნახეთ როგორი მზე გამოვიდა. დევნოზამ შვენიერი პასი გაუკეთა მოწინააღმდეგის ნახევარმცველს. გელაშა უნდა გადაეხმაროს. ოფსაიდი აიწე, გაგვიმართა. ბურთი გორაობდა, მაგრამ კარგი შეყოლება. ზურა მარტო იქით. ოიმე ვილისაღო. ორი დარტყმა განახორციელა, ძალიან კაი იყო. გავაშავო გელაშა გაუშვა, გელაშა შეიტანა. ძალიან კაი იყო. ანუ ხო, დარტყმას ბიჭო, ცუდად არ დაურტყავს რა, ეხლა მეც ეხლა რო გითხრა რომ მან დაუმიზნები და რაც არა, უბრალოდ კაში გავუშვებდი ბურთს რა და მე კარემ კარგად შეარჩია პოზიცია, მოდი. ჩვენებმა კარგად გააკეთეს ყველაფერი. აი ნუგო როგორ ითამაშებს აქ ნახოთ. კარგია. კარგია, ვიღაცამ გამხრევა კიდევ 20 კამიდან მომწონს. იო, ჯორჯი კარნახობს. ისევ ნუგო მივიდა, წაურტყა, ისევ ნუგო თამაშობს, თუმცა ჯარიმა, მეტი მონდომებისგან ის მოვიდა. ზურამ გადააზღვია, კარგია, როცა შეთანხმებულად მუშაობენ, მაგრამ ზურას ზღუდეც გაიარა და გდევნოზა, ისევ ნუგო, კარგია და ნუგომ დაიბრუნა ბურთი. გელაშა ჩაირთო. გაიგდე და რა ხوار დაიღალა, არ ვიცი. აქ ხა სანდრომ გააკეთა ის რაც წეღან გააკეთა ზურამ, ანუ ბიჭებო, რა გჭირთ? ანუ არ ვიცი რა. ეს არის
კაია, ნუგო კვირცხა, ნუგო დროზე უნდა გასცე. სიო. ეს ხო ეს სუფთა გასატანია. ნუ მარტივად გაიტანა თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ გაიტანა ძალიან კაია. გაართულოთ თქოს. მაგრამ აჯობა რა. ნუგოს ასისტი აღნიშნა. დაიღალნენ იმათი გუნდელები ახლა და ჩვენი გუნდი წინ გავიდა. ზურა და გელაშა შეიცვალა. მახოთ ახლა როგორ შემა. კარგია ეს ყავს მშიერი ბიჭები, რომელსაც მოედანზე გამოსვლა და რაღაც სამტკიცება უნდა და ანგარიში, აი ზუსტად ანგარიშმა მოგცა უკვე ეს საშუალება, რომ ახალი ბიჭებიც გამოვცადოთ. მეტადა? მეკეთა და დაბრუნდა დიდი კაცი. ვილი დაგავაშ წინა ორი კაციო. ისა დაბრუნდა დიდი კაცი. ჯორჯი უბრალოდ ჭამს აქ სიტუაციას. დევნოზას რაჭის ჩემი კაი. ნუგო, არა, ცუდად ჩანდა. ოჩაღ მიშა გაუხურებელი შემოვიდა და დაიწყო ეგრევე. ჯარი მაიღო ჩვენ კართან. ბექაც გამოჩენილა. არ თავდამსხმელი გაიყვანა და ორ თავდამსხმელზე გადავედით და ნახევარდაცვაში 4 კაცი თამაშობს. ანუ არ ვარ დარწმუნებული რომ გუნდი ამ სისტემისთვის და პოზიციებისთვის მზადა რაღაცა ძალიან უცბად შემოყარა. მაგიტო არის ახლა არეულობა ჩვენ გუნდში, მაგრამ ცოტა დაალაგდებიან ალბათ. ელა. ოპა, მე კარე დიდა. ადგილი კარგით შემოვიდა. გავაშ, გაიხსენი, გავაშ. Браво, Миш, браво. Хороший разбег. გავაშა უნდა გახსნდეს, აქ როგორც მიშა გაიხსნა. კიდე შემოვიდა. კერესელზე ჯორჯის მაგივრად. ხო, ანუ არ ვარ დარწმუნებული, რომ თვითონ მოედანზე მყოფმა სასტავმა იცის ვინსად თამაშობს, ანუ რაცე ძალიან პროსტა ყველა შემოიყვანა. პოლოსკოვი უნდა იყოს აქ. ო, კარგია, გაიხედე, იქეთ გაიხედე. ვაიმე! და ვილიზე პასი, მათ აფსაიდში არ იყოს. ვახ, შენ გენაცვალე ძმაო, რა ითამაშა? ეხა მოწინააღმდეგეს გუნდის ფეხბურთელსაც არ გადასულა ბურთი. გოლი გაიტანეთ! ხო, ანუ ტიპები, ანუ მინუსებიდან ამოვიდეთ. ხო, ის ბურთებიც რამდენი გოლი უნდა გაგვეტანა ეხა და როგორ მოიქცნენ ბიჭები, რაც ზერელედ მოეკიდნენ სიტუაციას. ნუ გომრა კატარება ლადო უბრალოდ ცუდად მიიღო თორე. ვაიმე, რამდენჯერ დაარტყა და ყველაზე ისეთ მომენტში სადაც აი უერთდება. ვაკალი ვარ რა სიტუაციას. წავედით. საერთოდ მოვლენ ჩვენთან რო. 3-1 თქვა გავაშამ პროგნოზი და 3-0 მოვარჩა. ხო, აბა მაინტერესებს თუ მოვლენ ბიჭები გულშემატკივრებთან გადავიღოთ აბა. რაღაც სამალობის სათქმელად რაღაცა დაველოდოთ აბა. რა სოყვიროდით мо. აი ნუგო მოდის, რომელიც ჩვენი პრეზიდენტია. საღო ბიჭები, საღო. პირველი გამარჯვება. პირველი ზურას გოლი. თოკოს პირველი რაბონა. და თემოს გოლი, თემო ნახე. სად მიიპარება? დიახ, აი ექსკლუზივის მომსწრენი გავხდით, როგორც თქვი. თემოს ნამდვილად ყავს შეყარებული, რაღაცას.
ამ ბედნიერ ნოტაზე დაგემშვიდობებით. ნახეთ, აუ რა თამბნეილია.